გამარჯობათ ხალხო, აბა როგორ ხართ? დღეს საქართველო ინგლისია თამაში და ურთულესი მეტოქე გვყავს, ასევე დავითაშვილი და ეს არ გვეყოლება, რა ქვია, დავითაშვილი და ლოჩოშვილი, მაგრამ დაგვიბრუნდა დვალი. კიტეიშვილი მიდიოდა, მაგრამ ვერ გადავიდა შეტევაზე. კიტეიშვილი, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, მოიგორთა ბრძოლა, მიქაუტაძე, ჩაგდება წიტაიშვილი. დაარტყმა, მაგრამ მეკარის მივეცით პირდაპირ ხელებში ბურთი. და მოდიან შეტევაზე. მიქაუტაძემ ჩაიგდო ბურთი ხელში. არა, კიდე შეტევაზე არიან საკა. კოულ პალმერი ვერ წამოვიდა, არ საკა კი არა, გვარდიოლი იყო. ჰარი კეინს წავართვით, მარა კიდე მოდიოდნენ და გადაურჩით. კოულ პალმერი მოდის, არ გამოუშვათ პალმერი. ჩაგდება საჯარიმოში, გადაურჩით. მიქაუტაძე კვარაცხელია, მიქაუტაძესთვის უნდა გაყოლება. ვერ გააყოლა ბელინგემი, პალმერი, საკა, ბელინგემი, საკა. პალმერი, ბელინგემი და ჰარი კეინი ოფსაიდში იყო, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი არის. და ასეც არის. კარგი, ეხლა ჩვენ ინგლისისთვის გვაქვს მოსაგები. რა საქართველოს ძალიან კარგი ისტორია დაიწყება თუ მოვუგეთ Z-13. ჩვენ გვახსოვს ინგლისთან რომ ამოუქაჩეთ ევროპის ჩემპიონატზე. ის ევროპა ვერ მოვიგეთ, ფინალში შვეიცარიასთან დაუმარცხდით. კაშო, არა. დვალი და გვარდიოლმა გადაუშვა. კიტეიშვილი, მიქაუტაძე, კაი შეტევა, 2-3-ზე ვართ, მაგრამ არა უშავს, უპირატესობაში იყვნენ. კეინი მიდის, კეინს კაკაბაძე მაჯობა, მაგრამ ისევ კეინი. საკა, უნდა გადავრჩეთ აქ. ჯუდ ბელინგემი, ჩაკვეტაძე კარგი იყო. გამოგვათვრინა სიტუაციიდან და კიდევ შეტევაზე მოდიან. საკა, ბელინგემი, აქ უნდა გადავრჩეთ, ოფსაიდი არ არის და ჰარი კეინმა გაგვიხსნა ანგარიში. არა უშავს, გვაქვს დრო, ბევრჯერ ამოგვიქაჩია 4-2-დან. ამოუქაჩეთ. ერთხელ ინგლის ევროპის ჩემპიონატზე. აგერ საკამ ჩააგდო და თავით გაგვიტანა გოლი. არა უშავს. კიტეიშვილი, მიქაუტაძე, სწრაფი პასუხი გვინდოდა, მაგრამ დაამთავრა მსაჯმა ტაიმი და მეორე ტაიმიც დაიწყო. და პალმერმა გაათამაშა პალმერი. მოდის პალმერი, კარგად შევაჩერეთ. ბელინგემი, მაგრამ გადავიდა. გვარდიოლმა გაათამაშა. ბელინგემი. გვარდიოლი. საკა წავაქციეთ და სუფთად შევაჩერეთ. კოჩორაშვილი. მიქაუტაძე, კოჩორაშვილი. კვარცხელი. ბევრს არ აქვს ამოქაჩვის შანსი, რადგან დაცვის ხაზი უფრო კარგი აქვს ინგლისს, მაგრამ მე იმედი მაინც მექნება. ამოვქაჩავთ, რამენაირად უნდა ამოვქაჩოთ. ცენტრს ვერ ვწდებით გვართმევენ, ამიტომ რამე იდეა უნდა მოვიფიქროთ. რამე უნდა ჩაიფიქრონ ქართველებმა იდეა. აი იდეა. კონტრ შეტევა 1-1-ზე. მეკარემ მოგვიხსნა რა, კაი შეტევა, მაგრამ კვარცხელია. წაართვეს კაკაბაძე.
კაკაბაძე რა კარგად შეინარჩუნა ეს გამწვავება მომეწონა კიდე თუ იქნება გამწვავებები და მალევე შევაჩერეთ სწრაფად არ მოდიოდნენ მაგრამ მაინც ყვარა მოიგო დუელი კიდე მოიგო დარტყმა და ცოტა დააკლდა გოლამდე სილამაზეა ეს რასაც ქართველები და ინგლისელები აკეთებენ უბრალო სილამაზე გადაურჩით აქ მიქაუტაძე კიტეიშვილამდე ვერ გაუყოლა მაგრამ ისევ მიქაუტაძე ხვიჭა 1-1-ზე და რა ქვია ამას რა ქვია ამას აბა რა ამას 1-1 ნახეთ უბრალოდ რა კაი რამე ჩაიფიქრა ეს ძალიან სილამაზე იყო 1-1-ზე კიდე იყო ყვარა მაგრამ ის მოუხსნა ეს ვეღარ მოხსნა სამაგიეროდ და სწრაფი პასუხი უნდათ მაგრამ შევაჩერეთ რა კაია და ყვითელი ბარათი წიტაიშვილზე წიტაიშვილით გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას ყვითელი ბარათები უკვე დისკვალიფიკაციას ნიშნავს და კაკაბაძე კაია არა გაყოლება ვერ გამოუვიდა და წიტაიშვილი ოპა უნდა გადაურჩით და ის მაგარი რამ ექნა დვალი და თამაშკარი მდგომარეობა ფრეცაც არა უშავს მოგებად კიდე კაი იქნებოდა რადგან ავტომატურად წავედით კაშია კარგია აღარ არის კარგი მარა კიტეიშვილიც გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას ეს უკვე ძალიან ცუდია მაგრამ პალმერიც გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას ალბანეთთან ჩვენ შემდეგი ისლანდიასთან პირდაპირ კარში ეს ძალიან მაგარია